ქუთაისში მწვანე ყვავილას ქუჩაზე შექმნილი ვითარება ადგილობრივებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. კვაცვანის პროცესის გამო 90-მდე ოჯახი გზის გარეშე დარჩა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ თუ შესაბამისი უწყებები დროულად არ იმოქმედებენ, ისინი საპროტესტო აქციას მერიასთან გამართავენ. ძალიან რთული სიტუაციაა. ახლა შეიძლება მოდიან, მაგრამ მოსახლეობას არ გვიძახიან, მოდიან, გადაუღებენ სურათებს, წაიღებენ. კითხულობთ, ტენდერი ჩაიშალა, იძახიან, ჩაიშალა. მერე ვნახეთ სამშენებლო კომპანიები და უკმაყოფილო არიან, თანხა არისო, პატარა გამყოფილიო და როგორც უყურებთ 90% გააკეთა ბუნებამ და ეხლა უნდა სამშენებლო კომპანია მერია უნდა ჩაერთოს, ჩაატარონ ტენდერი, გამოყონ ის თანხა, რომელიც საჭიროა. ძალიან ცუდი სიტუაცია, ბავშვები ალბათ 1-2 საათით ადრე უნდა გააღვიძო, წაიყვანო სკოლაში. არის რთული სიტუაცია და მოსახლეობის მართლა რა ვიცი 100% ყველა მუშაობს. არ არის აქ უბანში ვინმე რომ არ მუშაობდეს და არაფერს არ აკეთებდეს. მუშაობენ, სწავლობენ და ამას ხელი შეწყობა უნდა რაღაცნაირად. მაშინ რა ვიცი როგორც ითქვა სვანეთი, ლენტეხი ისინი და უნდა დაიკეტოს, იქაც იყრება, მაგრამ ხედავენ რაღაც მიტოვებული ვართ. მარტო ამოდიან არჩევნების წინა დღეებში. და გთხოვენ დახმარებას და გვერდში დადგომას და რა ვიცი, ერთსულოვნებაა ამ უბანში. მუშახელი არის, მიატოვებს ხალხის სამსახურს და მივეხმარებით, თუ რამეში დაჭირდებათ, ყველანაირად დაუდგებით გვერდში. თუ არავინ მოგვაქცევს ყურადღებას ერთ დღეს და ვთქვამთ უმეტესი ხალხი კიდე მოიყრის თავს და გადავკეტავთ მერიას და არავინ ეწყინოს. რა გთხოვთ მართლა ყველას ოჯახები გვაქვს მიტოვებული ყავს, ზოგს დავარდნილი ყავს, ზოგს ავამტყოფი, არავინ არ არის ჩამწელი და ძალიან გთხოვთ ამის მერე მოგვაქციონ ყურადღება. სულ იმის მეშინია, რომ ვინმე სასწრაფო არ დაჭირდეს. წარმოგიდგენიათ 35 წუთი უნდა იქედან. ხო და ვინმე რო ცუდად გახდეს. რა დაემართება იმას სასწრაფო რო არ მივა დროზე. განუკითხაობა ნამდვილად იმას მთავრობა უფრო მეტად არ უნდა გვაქცევდეს ყურადღებას? მარტო არჩევნების დროს უნდა მოვიდნენ? გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროგრამა წარადგინა. აგროთანა დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა აგროსექტორის მხარდამჭერის თანამედროვე და გაუმჯობესებულ მოდელს ითვალისწინებს. პროგრამა მიზნად ისახავს ერთიანი, ინტეგრირებული, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემების ჩამოყალიბებას. მევასამები ფერმერებს, რომელთა ყოველდღიურ შრომაზეც დგას ჩვენი სოფლის გაძლიერება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა. სოფლის მეურნეობა არის რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ყველას კარგად გვახსოვს პერიოდი, როდესაც ეს დარგი მხოლოდ ფერმერთა ენთუზიაზმზე იდგა. 2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ თავისი მიდგომა ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ და დაიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურაში, ასევე ტექნიკაში და ცოდნაში. და შედეგები არის ხელშესახები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და მან 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, 2.5-ჯერ გაიზარდა აგროექსპორტი, რომელმაც 1.8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ქართული ნაწარმი თანმიმდევრულად იკავებს თავის ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე. დღეს ჩვენ გავართ ახალი გამოწვევების წინაშე, გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, ლოჯისტიკური სირთულეები და სასურსათო უსაფრთხოების საკითხი დღეს მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ეს ვითარება ჩვენგან კიდევ უფრო სწრაფ მოქმედებას, ახალი ბაზრების ათვისებას და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურ გაძლიერებას მოითხოვს. თუ აქამდე ჩვენი მხარდაჭერა მიმართული იყო დარგის გადარჩენაზე და კონკრეტული პროექტების გამართვაზე, დღეს ჩვენ განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ და ერთიან სისტემას ვამკვიდრებთ. აგროთანა დაფინანსების ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას. ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება, გვინდა თქვენ იყოთ წარმატებული თანამედროვე მეწარმეები, რომელთაც გექნებათ სტაბილური შემოსავალი და ზრდის მუდმივი პერსპექტივა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად ვწევთ დაფინანსების ქვედა და ზედა ზღვრებს, ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება. სახელმწიფო მზად არის პირველად წარმოებაში აიღოს ხარჯების მინიმუმ 50%, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაში 40%. გარდა ამისა, უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი. ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი და დავაჩქაროთ თქვენი პროექტების დაფინანსების პროცესი.
ამავდროულად ჩვენ ვამკვიდრებთ სისტემურ მონიტორინგს, რაც საშუალებას მოგცემს მუდმივად ვადევნოთ თვალი პროგრამის ეფექტიანობას და დროულად შევიტანოთ ცვლილებები იქ, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება. დასასრულს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ სოფელს, ხოლო ძლიერი სოფელი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის და ეროვნული უსაფრთხოების გარანტი. ეს პროგრამა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს როგორც თანამედროვე და ძლიერი აგრარული სახელმწიფოს განმტკიცების გზაზე. დიდი მადლობა წარმატებებს გითხრათ. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო. დამეთანხმებით, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება ბოლო ათწლეულში გადავიდა თვისობრივად ახალ ეტაპზე. სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა თანმიმდევრულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად გააფართოვა აგროსექტორის მხარდაჭერის ინსტიტუციური, ინფრასტრუქტურული, ფინანსური და ტექნიკური მექანიზმები. ამ პოლიტიკის შედეგები დღეს უკვე მკაფიო და ხელშესახებად აისახება როგორც წარმოების მოცულობებზე, ისე ექსპორტის ზრდაზე. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაվել ჰერჩინსკიმ ბრიუსელში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო გზასაყარზე დგას. საქართველოს გზასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს. ეკუთვნის საქართველოს ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართული ხალხის მიმართ არის, ნუ დაკარგავთ იმედს. ჩვენ არ უნდა დაუშვათ, რომ საქართველოს და შესანიშნავი თბილის სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ, როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი, განაცხადა ჰერჩინსკი, რომლის ციტატასაც ნეტგაზეთი ავრცელებს. პაվել ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის სხვა წევრებიც. ხო ეს მომავალში გადაწყდება, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები. ან განვითარდება ერთი მიმართულებით, ან განვითარდება მეორე მიმართულებით და ეს მეორე მიმართულება მისი შეხედულებით არის სამოქალაქო ომი და მოსახლეობის გაღარიბება. ხო, როდესაც ასე ემუქრება ევროკავშირის ელჩი ხალხს, ნუ ეს უბრალოდ შეფასებასაც კი არ ემსახურებს. ჩვენ ქვეყანაში გამოვიარეთ რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა 4 წლის განმავლობაში. ბატონი ელჩი გამოდიოდა საპარლამენტო არჩევნების წინ და ქართულ ხალხს მოუწოდებდა ნაცების დაბრუნებისკენ. პირდაპირ მოუწოდა დამობილიზდეთო, გაუშვით ეს ხელისუფლება და მოაბრუნეთ ხელისუფლებაში ნაცებიო. ხო, პირდაპირ მოუწოდებდა ამისკენ ქართულ ხალხს. ანუ ქართულ ხალხს ის პირდაპირ თავისი მოწოდებით აბრუნებდა სისხნიალ, სწორედ რომ ბნელ 9 წლიან წარსულში. ეს არის ელჩის სულისკვეთება და ეს არის ტრაგიკული, როდესაც ევროკავშირის ელჩი გამოდის ამით და ამას უმატებს იმას, რომ ქართულ ხალხს პირდაპირ ემუქრება სამოქალაქო ომით და პირდაპირ ემუქრება გაღარიბება. ძალიან შემაშფოთებელი იყო განცხადება. საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ნუ ეს ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. პირდაპირ თუ აქამდე რაღაცა შენიღბულად, შეფუთულად ვიღაცეები მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, აგერ პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე და ომზე. პირდაპირ დაემუქრა ქართველებს და დაემუქრა ქართულ სახელმწიფოს. ეს არის ძალიან მძიმე. პირველი ალბათ რაც უნდა გაკეთდეს, აუცილებლად უნდა მოხდეს ელჩის დაბარება და უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები, რაზეც გვჭირდება პასუხები. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება პარტნიორები და არა ბატონები და რაღაც თითის მგნეველი. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინეს. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამოები, მათ შორის დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები. აღნიშნული დარღვევების გამო ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და კრიტიკული შეუსაბამოების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა. დაილუქა ასევე 41 ბიდონი პომიდორის соуსი და 560 კილა აჯიკა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნეს ოპერატორებს საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.